Oh my god, მე ვარ ტრატიანა, დავბრუნდი ავსტრალიიდან და ეხლა ნიკი უნდა ვნახო. 4 თვე არ ვინახია. Oh my god. Niki, ტრატიანა. როგორ ახარ? როგორ მომენატრე? მე რამდენი ხანი გავიდა უკვე. რათან შეცვლილ ხარ? დრელოკინ, მირბის დრო. მოდი ჯერ კრუასანი ვჭამოთ, 4 თვე არ მიჭამია კრუასანი. წავიდა. მაინგადუნია ნიკი, ვერ წარმოგიდგენია როგორ მომენატრა კრუასანი. წარმომიდგენია, ხო იცი, რა სიძახიან? როცა მიდიხარ, მაგ დროს აგემოვნებ რაც დატოვე. მე კრუასანი არ ავიღე, იმიტომ რომ ყოველდღე ვჭამე ისედაც, დღეს pain au raisin ავიღე და კაფე ოლე. სამწუხაროდ ვერ ჩავკვიჩავ, იმიტომ რომ ეტიკეტაში არ შედის პუბლიკურად ჭამა და ყავას მოვსვავ. Oh my god, Niki, ძართული იყო ავსტრალიაში მუშაობა. მართლა. It felt like a conversion therapy. Really? იმდენი ვიმუშავე მამაკაცისავით ძალიან ჩემი masculine energy დამიბრუნდა. აღარჩხილები გვაჩვენე შავია ისე. მე არა გავიწმინდე. შავი სუჭუჭყიანი ხელები, აი მართლა მამა ჩემისავით ვშრომობდი. უნდა მოგვიყვე ეგ დეტალებში. შენ ახლა სამსახურში იწყებ, ხო? ხო, ცოტა 2-3 საათში მივიდივარ კარეფურში დღეს ვმუშაობ ღამამდე. Oh my god, მოდი წავიდეთ, გადავიყოთ. წავიდეთ, განახებთ როგორ მუშაობ. აბა ტრატენა, მოგვიყვევი ავსტრალიაში როგორი იყო, რა საქმეებია, რა ხდება იქ. Oh my god, Niki, არ დაიჯერებ. კაცები ისეთი ლამაზები იყვნენ, ქალებიც, ანუ კაცები კაცებს გავდნენ და ქალები ქალებს გავდნენ. ასეთი რამე არსად არ მაქვს ნანახი. ანუ კაცური მამაკაცები, ქალების ძალიან ლამაზები, სასწაული, ყველა ჯამთელები, დაზაგრულები. მსახიობებს გავდნენ ყველა. ძალიან სასწაული იყო. სურფერებს არ გავდნენ ყველა, მე ეგეთი იმაჯი მაქვს. ქერა, ლურჯთვალება, შავგრემანი. შენც კიდე მსგავსე მოზაგრულ შავგრემას ახლები გვაჩვენე. მადლობა. შეხედეთ რა ძალიან დაზაგრული ვარ, ვაიმე. დემარკაც. შეხედეთ. ბატა checking. Oh my god. Oh my god, Niki, ახლა შევამჩნიე. რა შემჩნიე? რამხელა და გაგეზარდა ზუზუები ქალო რა ქენი ამის თანა. ხო, იცით ხარ ხო მე გასატეხის პერიოდი გავიარე და ძალიან ბევრი რძე დავლიე, ძალიან ბევრი ბროკოლი ვჭამე და გამეზარდა 100% ნატურალი. ვაუ. ხო. ძალიან მოგიხდა, უკვე სრულწლოვანი ქალი ხარ. ხო, ძლივს უკვე სრულწლოვანი ვარ ხალ ხო? იმედია თქვენც მოგწოთ რას ხედავს, მაგრამ თვალებში მიყურეთ ხარ ხო, თვალები ზემოთ მაქვს. ხო, ახლა გაგიჭირდება ხალხთან ლაპარაკი, რა მიჯერე. ხო, უკვე გამოვცადე ხარ ხო, თვალებში ვეღარ მიყურებენ. რა საშინელობა. გოგოებო, თქვენს ეგეთი რაღაცეები გემართება, თვალებში აღარ გიყურებენ. თუ როგორ ხდება, ალბათ საქართველოში სხვანაირია. აქ ცოტა არიციან, ცოტა ეს. ხო. აქ არის ეტიკეტი. ატივისცემა არიციან, ხო. ხო. Oh my god, უნებო მოვედით ახლა ნიკის სამსახურის კომერციალურ ცენტრში. ხო. ვაუ, რამხელა ყოფილა აქაურობა. 400 კილომეტრით კომერსიაში მუშაობ, რა გიგონა შენ? მაგრამ კარეფურში ვარ. Oh my god, უნებო, ნეტა რა ვიყიდო ნიკასთან რო გავატარო კასაზე. Era Oh my god, უნებო, რა ბედნიერი ვარ, კიტრი ვიყიდე. Oh my god, უნებო, სამწვადეზე მოვედი, ნიკის ველოდები, სამსახური რო დაამთავროს. გუშინდელი კიტრი უნდა ვჭამოთ და დედა გადუნიამ უნდა მოგვიტანოს ხორცი და ერთად შევჭამთ. Oh my god, რამდენი ხანია არ ყოფილი ვარ სამწვადეზე. დედა გადუნია მოვიდა. აი მეც მოვედი, ჩემო მონატრებულო ხალხო. Oh my god, რები მოგვიტანე დე. ეს თევზის სომონი რომ შევწვათ. აი მე ჩემი ფავორიტი. ეს არის ქათმის ფილე ჩავაპასტურმე ესე სპეციალური პულესუნელი არის შენს არ გაგიგავს ძალიან გემრიელია მაგაში რომ წვავდი
ვაუ, შეხედეთ რა სილამაზეა, ძალიან გემრიელი იქნება. ნიკიც მოვიდა. მოაქვს ამას. God, ნიკი, სად იყავი? სამსახურში ვიყავი დღეს და მოვედი ხარ ხო დესერტი მოვიტანე, იმიტომ რომ ოთოს ხელში შაქარს ვერ გვხვდებთ ჩვენ. არ არსებობს, ნიკი, ეს რა გააკეთე, მე შაქარი არ მეჭმევა. და პირველ რიგში უნდა გამოვიყენოთ ეს ძმარი, ბუნებრივი გამწმენდი. საქმეს შევუდგეთ საქმეს ბავშვებო. ეს ეხა ცხელია და ეს რა უცნაური რამეა. აქ გააცხელეთ? ცხელი არ დაგეხები. მართული უნდა დადე. ვაი. ხო არ გადაიწובה ხალხო. არა, მიდი. ნამდვილად. როწვიმს ისაში ჩართული. ხო. აუნა ჩაგერთო, ჯოლა გაგვეწმინა, იმიტომ რომ ეხა ცხელიზე წყალი დავასხა, აფეთქდება მგონი. არა, პირიქით. ნაბა ცხელი აიწყრა პორტა. აი, გაღარა ნაპერწკლები. არა, აი პირიქით შეიბრაცა წყალი. მუშაობს ძმარი? მამჩავს, არაფერიც არ არის. ვაიმე აყოლა აქაურა. მოვიდედა. რა მეგვეშველება? აი ნაგავი ეს იყოს მაგარი. მე მგონი საკმარისად გაიწმინდა, აღარ უნდა არაფერი. გადააყირა ვეჯამი რა წესდიდა და გადა. ვაუ, რებია პროცესები. ნახე რა კარგად იწება. ხათამია რა იქნება. აბა. კაი რამეა იცი? აბა. ჩანგალი. და ამოვატრიალოთ რა დაგვეწოდა. ხო, ჩანგალი. აი მე სასწრაფოდ, მე დავიხჩე. გადი ბოლს ნუ ოი რა კარგად შეწვა. ნახე. ეხლა ეს არ ვიცი შემწვარია თუ ის ჯუჭყია იქრა და შემწვარს გავს. ეს რო იყო, რატო არ მითხარი ოთო? რა კაი რამე ყოფილა აქ. აქვეა ოთო სახლის ბერძე და კი არ მოვიწყენდი შე რო აქ არიყავი პერიოდი. ჩამოვიდოდი, შევიწვავდი, დავდებოდი და აქ უნდა ჩამოხვიდე მარტო ციგნი ხელში 4-3 მწვადი და აგდე ფაქა დაждები. წაიკითხო და შეჭამ მწვადს. ძალიან გემრიელი. ძალიან. ამაზე რამე რო ეფარებოდეს, თუ არა ისაჭმელი. საჭმლის ჭამა კიტრის გარეშე ძალიან საშიში არის ორგანიზმისთვის, თუ იცოდით. იმიტომ რომ კიტრი არის ლუბრიკაციას უკეთებს კუჭს და ამზადებს კუჭს, რომ დანარჩენი რაღაცეები კარგად დაამუშაოს. მეტად თქვენ არ უბერავდეთ რა. მართლა. კიტრის გარეშე ჩვენი ვრად ჭამს საჭმელს და ChatGPT-მ ვითხრა. მე სულ გვათაყვანა ამ ChatGPT-მ. მე ოთომ რაც მითხრა რომ კიტრის გარეშე არ უნდა ჭამო არაფერიო, კიტრით მაქვს ავსემაცივარი და ჯერ კიც კვეჩავ და მე საჭმელს ვხედ ჭამ ხოლმე. ფერი ცხრება შემეცვალა. ძალიან პიზდეცი გამოდის, ძალიან პიზდეცი. რას ამბობ, ბიჭო? არ მითხრათ ახლა რომ დანა არ წამომიღია. არ გეჭირათ თქვენ დანა? არა. მე სამსახურიდან მოვდივარ და რა თქმა უნდა შანტაჟი. კი შენთან ერთად დადიხარ ხოლმე. რა, დანა რამ დამავიწყა, მე მგონი ისედაც გავხსნი. ეხა თევზი უნდა შევწვათ ამაზე. ვაიმე. კარაკი წავუსვით და შეხედეთ. რა თევზია, რა თევზი. ეს არის აუკეთესო თევზი თუკი რამე არსებობს. ეს დაბა ცეცხლზე კეთდება. დაუწიე მერე. რამდენი დანა მოაქვს ამ ადამიანს? ვაიმე, Kill Bill მოვიდა. 3 დანა. ვაიმე, ზორო რორონოა. ხო, ხალხო ფიადენებით აიწამაში, იმიტომ რომ სათამაშოები არ არის. ვაიმე, ბუზი დაждდა. არა. მინირა უკვე. უკვე 50 კვერცხი ჩადო. აუ, ნეტ არ ბოდავდეთ. აბა გავშინჯოთ. აი იქნება ძალიან. არ თქვა რომ უმიაო. არა. ვაიმე, რამდენი წვნენია აქვს. ამ სუფრაზე ყველაზე ძალიან ერთი რაღაც მინდა მე. აბა გამოიცანით. ჭიქა არა გვაქვს წყალი რომ დავლიოთ. შენ გინდა Red Bull-ი? მე მინდა ყემალი ხალხო რა ის Red Bull-ი. ნაბეღლარი. ციბედნიერი რა არის დე? ყემალი და ხორცი. ყემალი. გოჭი და ტყემალია სიბედნიერე, მაგრამ ეხლა გოჭის გემოჟზე ვჭამ მე ქათამს. არის შემწვარი. ჰალალ. აი რა ის ჰალალი კაცო.
ჰალალ მე ჰალალ შენ ალალ ბედადავალ როგორ მოგენატრეთ მითხარი ვაიმე დღე არ გავიდო და დეაჩემ საერთოდ 20 დავერეკე ჩამოვიდესო და მე კიდე მეგონა არა არ დაურეკო არ მოაფიქრინებინო არ უთხრა ამ ხელაგზაზე წავიდა იწვალა და ახლა გინდა ჩამოიყვანო ცოტა ხანი იყოს ერთი წელი რა მოხდა მეთქი არა დები არ შემიძლია 20 გარეშე ხალხო დამიჯერებთ ალბათ იცით ახლა თქვენ ვინც გიცნობთ განსაკუთრებით აი მე და 20 ურთიერთობა ну ნიკას და ცხოვა რა თქმა უნდა ნიკა მყავდა მაგრამ მუშაობს და ჩემთვის არ ეცალა და ასე მარტო ვიყავი ცოტავად შაბათ-კვირას მე თუ გავიდოდი ცოტა ხანი იმაზე წეჭყუბებოდი ვირთხები ყავდა სახლში და აი რა თქმა ეს ვირთხები რამე და ნიკი ვირთხები არ ჩინე დედა შენ ხო ვირთხების მოვლა აი რა დეაჩემის თავის მონა შეუძლია და ვირთხები მარტო ვერ გადარჩებიან შეხედე ერთი ხო და ხშირად მოკლედ მეც ვერ ვახერხებდი გასვლას მაგრამ სახლში ვიყავი და ვიყავი მოწყენილი მიხვდებოდით ალბათ ჩემთვის აღარ არსებობდა ლაივი იმიტომ რომ უხალისოდ ვიყავი არა დაგახსოვთ ხო როგორ მიყვარდა ლაივში შემოსვლა და თქვენთან ჭორაობა მაგრამ გულს ვერ უდებდი ვერაფერს თარაუსად თავარია უკვე დავბრუნდი всё გამიხარდა რომ ჩამოვიდა გამიხარდა ის რომ აგერ ერთად დაგიბრუნდით თქვენ ჩვენო მეგობრებო მომენატრეთ ძალიან მოკლედ იქ მეც დეპრესიაში ვიყავი სიმართლე რო გითხრათ უეგდე ლოგინად ვინ მუშაობდა აბაშა თუ ლოგინად ეგდე ან მე ვიპოვე სამსახური ბოლოს სანამ წამოვიდოდი ერთი თვე მოვახერხე მუშაობა 4 თვე მეტი არა არა კურიერად რომ მუშაობდი უი არა ეგ 3-4 დღე ვქენი და всё აბა მე მაწყვეებდი კინა ისეთი წვეტიანი ველოსიპედი იყო საშინელობა კაშმარ ბარემ მეც ლოგინად ჩავარდი მეც მაგას ვიტყვი ბარემ მეც ლოგინად ჩავარდი ეს 4 თვე შენ კასაზე ეგ კარიფურში ლოგინად იყავი ჩავარდნილი ლოგინად ჩავარდნილი მაგრამ მუშაობდი მაინც ძანწნელი პერიოდი იყო საშინელება იყო ხალხო მართლა საშინელება იყო და დღეს ასე მგონია ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობს ოთო გვერდზე რომ ყავს და ნიკაც აქ რომ ყავს და ვიმე რა კაია ეხლა ახალი იდეები ახლა ძალიან მომავალს ისე იმდენად იმედიანად უყურებ არა და მანამდე ვაიმე თითქოს ყველაფერი გაჩერდა არაფერი აღარ იყო საინტერესო არ შეიძლება ესე რომ მოგანატრებთ ხოლმე თავს ზარმაცობას უკვე მე დავანებებ თავს და უფრო მეტ ვიდეოებს გადავიღებთ დღეიდან მოკლედ ახალი სეზონი დაიწყო მზად ხართ თომაი გადუნიებო ჩვენ ვარ ჩვენ მზად ვართ მოკლედ გელოდებით ყოველ კვირა დღეიდან აუ მართლა და ლაიქეთ პირობას დებრო ყოველ კვირა გადაიღებ ვიდეოს მოკლედ აბა ნიკი გავშინდოთ ახლა თევზი აბა დავაგემოვნოთ წვეთი მოაცა აი ეს ბრტყელი მე მგონი უფრო კაია ეს თუ ეს სუპტყელი სუპტყელი მე მას სამბევრი კანი აქვს მიმაგო კანშია ფოსფორი არ გავაცალე მე სპეციალურად კანი არა კანშია ფოსფორი უნდა ჭამოთ მომე ცოტა იქნება ერთი ბეტონტრიანს მე არა ვიღებ მოიტეხე ხო კაია სასწაულია მართლა ნუ გითხარით ყველაზე გემრიელი თევზი არის ეს შეხედე თევზსაც ხდება ეს ყემალი ყველაფერს ხდება უი თევზისთვის ლიმონი მაქვს წამოღებული მაგრამ ვის ახსოვს არ გინდათ ნადროს ლიმონი როცა ყემალი გვაქვს ეს გავსინჯოთ ეს შამპურზე აგებული მაგის ფერი მე ძალიან არ მომწონს რის ამის რატოდე რაღაც ძალიან თეთრია აი მე ქათმის ფილია და გათეთრდა ეს რომ მოიხარშა კანშია ფოსფორი აბა მართლა კანშია ფოსფორი ფოსფორის გამოგაიგე ნახე ამას რო შევჭამ სათვალე საერთოდ აღარ დამჭირდება ნიკი აბა ცოტა მოგვიყევი ანეკდოტები შენ სამსახურში აბა ხალხო მე კარეფურში რო ვზივარ კასასთან შორიდან ხალხი რო მოდიან დიდი არაფერი მგონია ლამაზი გოგონა კასასთანო მოდი ბონჟურ მეუბნებიან ბონჟურ მადამ და ზოგი ხალხი მე ფლირტავება ხოლმე ესე ბონჟურ მადმუაზელ რაღაცები მაგრამ ეგრევე ერთი წამი არ გავა ბონჟურს რო ვეუბნები მე ახლა შენი შინიათ ხოლმე ხალხს და ხუჯერ მიყურებენ ესე მოწმებენ რომ ეს ნორმალური რასაც ხედავო იმიტომ რომ ვერ გავგიათ რა ვარ ვინ ვარ
ბევრი უცხოელები არიან აქ და თავის ენაზე ტლიკინებენ ხოლმე მერე. ხო ყველა ენა გესმის მერე. მე ყველა ენა მესმის და მერე არ წამოახტა ერთხელ ნახავენ ეგენი მერე. წამომახტუნებენ დაძინებს გამო გაფხიზლებენ. ხო. წამოვუხტები ერთხელ იქნება, იმიტომ რომ მეტი მოვათ. მაგრამ მე ხო ის ხალხო არ მაინტერესებს რა ეძახიან. თქვენ რაც უნდა ხალხო ყველაზე აუცილებელი არის თქვენ რაც იცით თქვენ თავზე ტვინში. სხვის სიტყვა ნაგავში. პერიოდი. ხო, აი ეგრე. შენ იქ როგორ იყავი ავსტრალიაში? ავსტრალიაში რავი ძალიან ბედნიერები იყვნენ, ზედმეტად ბედნიერები იყვნენ ხალხი და მე ცოტა უფრო ხერხულში ვარდებოდი, იმიტომ რომ როცა არ ხარ ბედნიერი და გარშემო მარტოსი ბედნიერია, ცოტა შენ რატო არ იყავი ბედნიერი, რატო არ თულებთ ესე, რა გჭირთ? დედა შემეცოდნენ ეს ბავშვები. სადაც მიზერია არის, უფრო კარგად ვთქნობ თავს და უფრო კომფორტულად. არ მომწონს ბედნიერი ადგილები და ასეთი ადგილები არ მომწონს. აგრენი ძალიან შვენი ყოხდა ქვეყანა, მოღუბრული, წვიმს, მოწყენილი. ძალიან ყოხდა თვარ. ვაიმე შვილი, შენ ხო არ გაგიჟდი იქ სიდნეიში? ой არა. ვაიმე დაგვავიწოდა, სადღერძელო. რითი? ღვინო გითხარი და ჭიქებიც არ მოგვიტანია. ვინ არის თამადა? მე და როგორ უნდა დავიო? აღარ მინდა ვიყო. მაგრამ ჭიქები რო არა გვაქვს. და ვიფიქრე ვიყიდე მეთქი გზაში, მაგრამ მეთქი ჭიქებს ხომაით მოდიან პიკნიკზე მე. მაქვს სახში ერთჯერადი ჭიქები. ბლუტუთი დავლიოთ, ბლუტუთი. მე ამაში გადმოვისხავ. მე ძმარის ბოთში გადამოვისხავ. აი სოფი გიყიდიანი კი. აი რა კაი ჭიქა მაქვს. შენ დალია ბლუტუთი. არ გადაისხა. მე დაისვრი ახლა შენ. შენ სადღეგრძელო არ თქვი ისე დალიე? უი, ეს როგორ გავბედე? არა, შენ დალიე ახლა თქვი. მოკლედ. ეს იყო ჩვენი წინაპრებლებისთვის, ვინც იბრძოლეს რომ გამრავლებელი იყვნენ გაჭირების დროს, მაინც მრავლდებოდნენ და მაგათ გარეშე ჩვენ აქ არ ვიქნებოდით დღეს. დაფიქრებული ხარ? ფაქტს. დღეს კიდე ხალხი ამბობს ვაიმე, ფული არ მაქვს შვილი რომ გავაჩინო, ვაიმე, ეს არ მაქვს შვილი რომ გავაჩინო და ადრე როგორ შვებოდნენ შვილებს გაჭირვებაში. აპოკალიფსში, რა ვიცი, როგორ ახერხებდნენ, მართლა მე გაოცებული ვარ. გაუმარჯოს ნეანდერტალებს. გაუმარჯოს. გაუმარჯოს აბა ჩვენ წინაპრებს, როგორ თქვიდე? წინაპრებლები. რაც ვიცი, წინაპრებლები. წინაპრებს გაუმარჯოს ვინც. ხო, ამ სადღეგრძელოს რო ამბობთ და მე წინაპრების სადღეგრძელოს საერთოდ ამბობენ, ისეთი ადამიანები, ვინც იცავს იმ წინაპრების ტრადიციებს, ადათ-წესებს. დიდი გააჩინე შვილი. ხო. და თქვენ როგორ აპირებთ აი იმ წინაპრებს ეს მარტო მადლობის თქმა არა და მარტო დღეგრძელობა არა. უნდა გააგრძელოთ მათი საქმე და თქვენ რას აპირებთ ძალიან მეინტერესებს. მე ვიცი რომ ოთო გააჩენ შვილს რამენაერად. უიდე და ინვიტროს გავიკეთებ მე მგონი. რამეს მოახერხეს, მას შვილს გააჩენს ოთო მე ვიცი. ინვიტრო შემიძლება რა ოთო არ გააჩენს, გააჩენდი. მე არ მინდა შვილები. აბა ეს გააკეთე ტრანზიცია შვილის რო არ უნდა გააჩინო. არა, მე შვილის გაჩენის დრო არ მაქვს ხალხო, მე ჯერ ჩემ თავს მომოვუარო. ხო იცი ასაკში მე ორსულობა საშიშია. ხო. რავი ნახოთ. ხო და ხალხი ისედაც იქ რომ მეუბნებიან ხო მე ვაიმეო გვარის გამძლებელი რო არ გეყოლებათო და შვილებს რო ვერ ეღირსებიო, ასეთი შვილები რომ გყავსო. მე მინდა გავუმარჯო ყველა ქართველს, ვინც საქართველოდან გადიან და მუშაობენ სხვა ქვეყნებში, რომ ოჯახი არჩინონ, თავისთავი რომ არჩინონ. ადვილი არ არის ხალხო, მაგრამ ჩვენი სამშობლოს დატოვება ადვილი არ არის, მაგრამ სხვა გზა არ არის და შრომა გვიწევს ხალხო, შრომა გვიწევს. აბა ესეთი თავრობა რო გვეყოლება, სხვა გზას რო არ გაუჩენენ ადამიანს. აბა ეხლა მთავრობა და პოლიტიკა და რაღაცეები ვითომ ძალიან ერკვევი.
როგორ არა, ეს ყველაფერი მთავრობის ბრალია. It's because of the government. რევოლუცია უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რევოლუცია, უეჭველი. ხო, მანაჯერ გამომარჯოთ. გემრიელესი, ნაირ ტექსტურიანი ტორტი. ძალიან გემრიელია ყოჩაღნიკა. ფულა, კრემოსო, რბილი და ხრაშუნა. ყველაფერი ერთად. დანით რო ვჭამ შეიძლება? სამი შოკოლადზე. დანით რო ვჭამ შეიძლება? კი, შეიძლება. ვიდეო არ დაგვიბლოკავენ? უი, ძალიან გემრიელი სამწოდე იყო. ომეგადინებო. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ყველა და ასე აღნიშნეთ ჩემი დაბრუნება. ძალიან მაგარია, აბარა. მერსი. აგერ ახალ გასტაცე. გრაცემილე უნდა გეთქვა, გრაცემილე. მიეცი. ასე ხოცდა ესურე. იტალიელები იყვნენ? Bon appetite. თუ რაღაცა იდეა თქვა და გრაცემილე უნდა მეთქვა, მაგრამ ცოტა შემოწვა ხალხო. რა იტალიელე bon appetio ნორმალურად. არა, bon appetite არ თქვა. მე იტალიურად გავიგე. ხო, ისე არ გავდნენ ფრანგებს. მართალია. გონი? ან bon appetite თქვა, მაგრამ რავი არ ვიცი. მოკლედ რაც ვამბობდი. დიდი მადლობა მოკლედ ყველასდღელი დღისთვისთან. ой, მიგადამსდა გამეჭედა. წამისოს უნდა პარაკო. მე მადლობა, უნდა აიხედო ნათლიას და ახედო ნახე. ნათლია გიყურებს. ნათლია შენათლიასთან რომ მივდივართ ახლა შაბათს. ხო იცახ მუკბანგიო კაი რამეაო და ასეთი მუკბანგი გინახავთ დანით ჭამ. უი დედა, თლად გადავჭიშდით ჩვენ. ეს ბოთლით დალევა დანით ჭამა. ეტიკეტა. და მე გვეუნებიან ასეთი შვილები როგორ გამოვიდა. ზე შენი ბრალია. ხო, აბა ჩემგან კარგს რას ისწავლიდნენ ეს ბავშვები, ჭამამი არ ვიცი ნორმალ. დალევა ნახეთ როგორ ხავ. და რა ტრადიციებზე ალაპარაკი? წვენით, რისი წვენია ეს რაღაცა ყველანაირი ტროპიკული ხილის წვენით. ვასმევს ადღეგრძელოებს იმის მაგივრად რომ დავაძალო ბავშვებს ღვინო. ან არაყი. ხო, ეს ხალხო მე ღვინოს. კარგად სვაბლომად. რაო, როდის აქეთ? TikTok-ში ჩამისხირო თქვი ღვინო არ იყო? იცხელი ღვინო. ხო, ისე არ. მოკლედ აი ამ ტკბილი წვენით გემშვიდობებით. ხალხო ყველა კარგად უნდა ვიყოთ, მაგრად უნდა ვიყოთ მხიარულად და კარგ განწყობაზე ყოველთვის. იმედია ჩვენი ეს პოდიალი ესეთი პეტერა რაღაცნაირი ვიდეო კარგ განწყობაზე დაგაყენებთ და დაგველოდეთ შემდეგი ვიდეო უფრო საინტერესო იქნება. ხალხო როგორც ხედავთ, ბევრი არაფერი არ გჭირდებათ. ორი ქათამი დაიჭირეთ ფერმაში, ერთი თევზი ითევზავეთ, ერთი პატატოტი იყიდეთ და გაშალეთ სუფრა და გამოვა კონვივიალური ოჯახური მომენტი ხალხო. მეტი არაფერი არ მართალია. ყემალი დაგავიწყდა. ყემალი, წვენი, წყალი. და გამოვა ძალიან კარგი დღე ხალხო. დროს ნუ კარგავთ და